მაგრამ 2000-იანებში ნახეთ რა ხდებოდა. ვიდეო თამაშები გამოვიდა, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია საერთოდ, ფაითინგი, ტეკენი, Mortal Kombat, Street Fighter-ი. 2000-იანებში დაიწყო ამ თამაშების გამოსვლა და ახლა უკვე ყველა გამოდის ახალი ვერსიები, ტეკენი 8 არის, Mortal Kombat მგონი 12 იყო ხომ ისევ ერთიდან დაიწყო, Street Fighter-ი და UFC 5 გვაქვს უკვე. სხვათა შორის UFC 5 ძალიან მაგრად თამაშობ. და 2000-იანებში ეს თამაშები რომ გამოვიდა, თან ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრიც იყო ფაითინგები. Bruce Lee-ს ჯიტკუნდოდან დაწყებული, Nikos აიკიდო, Ong Bak-ის Muay Thai, Van Damme-ის კარატე, Jackie Chan-ი Jet Li და მთელი ამბები, მოკლედ, ყველაზე ცნობილი ფილმები იყო სულ ჩხუბებზე და საბრძოლო დისციპლინებზე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ფილმებშიც იყო ეგრე, რომ მაგალითად სუმოს ტიპი როგორ ეჩხუბება კაპოეირას ტიპს, ან Muay Thai-ის ტიპი კიდევ ვიღაცას. და ამ სხვადასხვა სტილების დაპირისპირებიდან შეიქმნა ყველა დროის ყველაზე დიდი კლასიკა. ვინ მოერევა კარატისტი თუ მოჭიდავე, ან მოკრივე თუ მოჭიდავე. და პირველი თაობის, ასე ვთქვათ, მებრძოლები იყვნენ სულ ერთ დისციპლინაში განვითარებული ტიპები, რომლებიც შემდეგ MMA-ში იბრძოდნენ. ეგ მიდგომა ახლა შეიცვალა და თანამედროვე MMA-ის მებრძოლები უკვე ეგრე აღარ არის, რომ მაგალითად კრივი იცოდეს ამ მხოლოდ ან ჭიდაობა რაღაც. ახლა უნდა იცოდე ყველაფერი, თორე ვერ იგაქაჩავო.